მე უცხოეთში ცხოვრობდი 93 წლიდან ჩამოვედი 2009 წელს და ჩემი ინსპირაცია იყო რომ გამეკეთებინა მარანი და რატომ? იმიტომ რომ უცხოეთში იცოდნენ და ვიზახდნენ კიდევაც რომ საქართველოს არის ღვინის აკვანი. ყოველთვის მქონდა ხოლმე აი ეს რაღაცა ნაკლებობა ამის რომ აი ვიზახდე კი აი ესეთი ღვინო გვაქვს ტრადიციულად ჩემ ოჯახშიც ესე მაგრამ ვერასოდეს ვერ ვანახებდი იმას რომ ქართული ღვინო რა ყურძნის სახეობები იყო რომ შეიძლებოდა ქართული ღვინისგან ისეთი მაღალი ღვინის წარმოება როგორც თუნდაც როგორც ფრანგებს აქვს და იტალიელებს და გინდათ ესპანელებს და პორტუგალიელებს. ამან მომცა мотивация რომ დაუბრუნებოდი ჩემ ქართულ ტრადიციას და აგრეთვე ოჯახის ტრადიციას და 8 წლის წინ დავიწყეთ 2018-ში მივიღეთ პირველი მოსავალი და უკვე ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს 40,000 ბოთლამდე. გვაქვს 5 თეთრი ყურძნის სახეობა, 5 წითელი და ისეთ ყურძენს ვაწარმოებთ, რომელიც საქართველოშიც კი არის ძალიან იშვიათი სახეობა. რატო გადავწყვიტე ქორში? ჯერ იმიტომ რომ ტრადიციულია და ძალიან ბევრი თვისებები აქვს. ტემპერატურა არის სულ ერთი და იგივე. ღვინის ფილტრაციისთვის თვითონ ნატურალური ფილტრაცია აქვს და ეს დროთა განმავლობაში ცვალება და ანუ ღვინო ტრიალებს იმაში და არომატებს იღებს, რომელიც ეხმარება ღვინოს რომ მალე გამოაჩინოს თავისი პრემიალური თვისებები. შესაძლებელია რომ უმაღლესი ხარისხის ღვინო, პრემიალური ღვინო გააკეთო, მაგრამ ვერ გაყიდო პროდუქცია. არ არის საკმარისი იცოდე ტრადიციული მეღვინეობა, თქვათ ბაბუისგან. აუცილებელი არის განვითარება, აუცილებელია ყველა პატარა მარანს უსურვებ, რომ კონდეს თავისი ლაბორატორია და მეცნიერულად მიუძღვნენ. ჩვენ ვართ 19 ქვეყანაში, ჯერ ახალი დაწყებული გვაქვს ესეთი რომ თქვათ ცნობადობა, ისეთ ბაზრებზე როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპის ბაზრები და სხვათა შორის აზიაც. დღეს ძალიან მიხარია რომ ჩვენ უკვე მივედით იმ დონემდე რომ გაგვიცნეს და შეგვიძლია უკვე კონკურენციაც კი გავუწიოთ მათ. რეკომენდაციას უწევ პატარა მარნებსაც, რომ ჩართულები იყვნენ 100%-იანი არა მარტო წარმოების მაღალი ხარისხის წარმოების ღვინო, არამედ მარკეტინგული დეგუსტაციებში და ასე შემდეგ. ანუ თვითონ აუცილებელია რომ თვითონ იმოგზაურონ, გააცნონ ჩვენი ღვინო და თავის სპეციფიკური ტექნოლოგია რაც გააჩნიათ, ეს კახური მეთოდი იქნება, ქართლის მეთოდი იქნება, თუ რაც იქნება. უცხოეთში პოტენციალი როგორც აღნიშნე ძალიან დიდი აქვს ჩვენ რა ვიცი 1%-იც არ გვაქვს გაკეთებული მსოფლიო ბაზარზე რაც უნდა გავაკეთოთ და ძალიან დიდი ადგილი გვაქვს რომ შევიდეთ მსოფლიო ბაზრებში და ვანახოთ სულ ყველას.